პირველად ეს განცხადება ჯო ვილსონმა ამერიკის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელით გააკეთა და არა როგორც ინდივიდუალური პირი სენატორი ან ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე. რაც ამბობს გავლენიანი ტრამპის გუნდის გავლენიანი წევრი. ჯო ვილსონი პირდაპირ ამბობს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის სისრულეში მოიყვანს 29 დეკემბრამდე საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას, მაშინ ციტირებს უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორცაც ვერასდროს წარმოიდგენდა. სავარაუდოდ ამ განცხადებით ჯო ვილსონმა ბიძინა ივანიშვილს უმკაცრესი ფინანსური სანქციები დაუანსა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ტრამპის ადმინისტრაციის სახელით ელოდება. რას გულისხმობს ჯო ვილსონი, როდესაც ასახელებს თარიღს 29 დეკემბერი, ამაზე მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ. არ არის გამორიცხული, რომ 29 დეკემბრამდე ამერიკის შეერთებული შტატები ელოდებოდეს ახალი არჩევნების დანიშნის თარიღსაც. ამ განცხადებით ჯო ვილსონმა პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილს წამზომი ჩაუთო და ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ დონალდ ტრამპს რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტი საულომე ზურაბიშვილი შეხვდა პარიზში. მათ ისაუბრეს საქართველოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით და როგორც ჩანს, საულომე ზურაბიშვილის გზავნილებმა და საქართველოში განვითარებულმა პროცესებმა შედეგი გამოიღო, რადგან ფაქტი არის ის და მტკიცებულებებიც მეტყველებს ამაზე, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციაც გააგრძელებს სანქციების პოლიტიკას ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალიან ნათელი გახადა თუ რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე. თუ ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს 29 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიის განადგურების თავის გეგმას, ის უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორცაც ვერასდროს წარმოიდგენდა. შეერთებულ შტატებამდე კი დღეს უმკაცრესი სანქციები და შეზღუდვები დაუანონსა უკვე გერმანიამ ქართულ ოცნებას. ცოტა ხნის წინ გავრცელდა გერმანიის ფედერალური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ავტოკრატიული პოლიტიკური ძალა უწოდა და პირდაპირ თქვა, რომ თუ ქართული ოცნება გააგრძელებს საქართველოს ევროკავშირთან დაშორებას, მაშინ გერმანია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად გააგრძელებს უმკაცრესი ზომების მიღებას და მათ შორის განიხილება სავიზო შეზღუდვები დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის და ასევე ინდივიდუალური ფინანსური სანქციები. ბერბოკი პირდაპირ ამბობს, რომ ეს რაც ახლა საქართველოში ხდება, სერიოზულად აისახება საქართველოს გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობაზე და ამის საპასუხოდ გერმანიამ უკვე გაყინა ფინანსური დახმარება 200 მილიონ ევროზე მეტი ფინანსური დახმარება, რომელიც კონკრეტული პროექტებისთვის გამოიყოფოდა და ასევე ანალენა ბერბოკი უანონსებს ქართულ ოცნებას, რომ ამ პოლიტიკის პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ფაქტიურად გაუქმდება. ამ განცხადებით გერმანიის მაღალჩინოსანი პირდაპირ ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში თუ ეს პოლიტიკა გაგრძელდება, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს მოხდება. რამდენიმე კვირის განმავლობაში ათობით ათასი ქართველი გამბედავად იბრძვის ევროპული მომავლისთვის. საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას უნდა ქვეყანა მისი ევროპული გზა გააგრძელოს. თუმცა ქართული ოცნება რეაგირებს დაშინებით და ძალადობით. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაკავშირებული იყო რეფორმების შესახებ პირობებთან. თუმცა ჩვენ ვხედავთ საგანგაშო უკუსლვას. ქართული ოცნების მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო ჩვენ უნდა განვიხილოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაც. ქართული ოცნება ასევე სერიოზულად აზარალებს გერმანიასთან ათწლეულების პარტნიორობას. შედეგად, ჩვენ შევამცირეთ ხელისუფლებასთან ჩვენი თანამშრომლობა და შევაჩერეთ 200 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პროექტები. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, განვიხილავთ დამატებით ზომებს. ახლა ქართული ოცნების პასუხისმგებელ პირებზეა დამოკიდებული, გააკეთონ ყველაფერი ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ნდობის აღსადგენად და ქართველებისთვის რეალური პერსპექტივის შესათავაზებლად. ეს სამწუხაროდ ძალიან სულად აისახება ჩვენს ქვეყანაზე, იმიტომ რომ საქართველოს გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად, ფაქტიურად შეჩერებული გვაქვს ჩვენ ოქროები ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროკავშირთან თავად, ასევე ეს აისახება ძალიან მძიმედ ეკონომიკურ რეალობაში ქვეყანაში და ახლოს მომავალში დიდი ალბათობით ჩვენ გვექნება ძალიან ცუდი ეკონომიკური ვითარება. და რომლის შემდეგ ადამიანების მასიურად დაპატიმრება, ცემა, ფიზიკური ანგარიშწორება მათ წინააღმდეგ სრულიად ახალ განზომილებში გადაყავს ყველაფერი, ამიტომ ჩვენ ახლოს მომავალში გვექნება კიდევ უფრო მეტი სანქციები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, გაგრძელდება ის პროცესი, რომელიც დაიწყეს ბალტიისპირეთის
ქვეყნებმა და ჩვენ კონკრეტულად ვიხილავთ მათ შორის დიდი ევროპული ქვეყნებიდან როგორც არის გერმანია, საფრანგეთი და ასევე პოლონეთი ესეთ მიზნობრივ კონკრეტულ სანქციებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არც ერთი ლიდერი ცივილიზებული სამყაროდან, არც ევროკავშირი, არც შეერთებული შტატები, არც ბრიტანეთი და არც კანადა და შესაბამისად არ აღიარებენ არც მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც არის ქართული ოცნების მიერ შერჩეული პრეზიდენტი. ამაზე მეტყველებს ის, რომ მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად დანიშნა არ მიულოცა არც ერთმა ცივილიზებული სამყაროდან და მილოცვები ვერც ქართული ოცნების პარტნიორი სახელმწიფოებიდან ვერ მიიღო. ქართულმა ოცნებამ გულისხმობ უნგრეთს და სლოვაკეთს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქართული ოცნება სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია და ასე იქნება იქამდე, სანამ საქართველოს ევროინტეგრაციის გზას არ დაუბრუნდება. მткენია ზუსტად ისე როგორც იქნება თავისიანების რაღაც წრეში რაღაცა ესეთი შინაურული ინაugurაცია ექნება. სინამდვილეში ეს ქვეყნის ტრაგედია. ეს არის ქვეყნის ტრაგედია, როდესაც პრეზიდენტი, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, რომელიც ფაქტობრივად რომელსაც უნდა შეესრულებინა ხიდის როლი, აი ამ ძალიან რთულ პერიოდში უბრალოდ კაბინეტიდან ვერ გამოვა. და რესურსი არ ექნება რამოდენიმე მეზობლის გარდა რო აიღოს ტელეფონი და თავის კოლეგას დაელაპარაკოს. იმიტომ რომ მას არავინ არ აღიარებს. ეს არ არის ერთი ცალკე აღებული ადამიანის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედია. ამას არიღებს პირველ რიგში ქართული ხალხი, მოქალაქეები, ვინც უნდა იყოს მთავარი დობის მანდატის გადამცემი. ამიტომ ერთი ან ორი არ ვიცი არადემოკრატიული ლიდერის მილოცვაც რომ ესე მოაგრო ყულაბაში არაფერს არ შეცვლის, იმიტომ რომ ეს იქნება არაღიარება მოცემულობის და ჩვენ გვყავს დე ფაქტოც და დე იურეც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გააგრძელებს მის მანდატს იქამდე, ვიდრე არ იქნება კონსტიტუციურად არჩეული პრეზიდენტი. ოლიგარქს და მის გუნდს წინ უმძიმესი დღეები და თვეები ელოდება, თუ ისინი არ დაჰყვებიან ქართველი ხალხის ნებას და არ დანიშნავენ ახალი არჩევნების თარიღს, რადგან მათ უწევთ სანქციების, ასე ვთქვათ, მოგერიება როგორც ევროკავშირისგან, ასევე შეერთებული შტატებისგან და დიდი ბრიტანეთისგან. ინაც არციძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.